ვახტანგ ჭარაია დაგისვანთ მომდევნო შეკითხვას. მოგესალმებით ვახტანგ. მოგესალმებით და წარმატებებს უსურვებ ეროვნულ ბანკს, ნამდვილად, იმიტომ რომ ეროვნული ბანკის წარმატება ჩვენი ქვეყნის წარმატება იქნება, თუმცა მე მაქვს რამდენიმე შეკითხვა, რაც ეროვნული ბანკის პოლიტიკას ეხება ზოგადად. მინდა ერთ-ერთი შეკითხვა რეფინანსირების სესხებთან დაკავშირებით დავსვა. ხშირად კომერციული ბანკებიც ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ რეფინანსირების სესხი გაიცემა კომერციული ბანკების ლიკვიდობის უზრუნველსაყოფად. თუმცა ჩვენ როდესაც ვხედავთ, რომ აი ზაფხულთან შედარებით დღეისთვის დაახლოებით გაუთხმაგებულია რეფინანსირების სესხები 15 ნოემბრის 15 დეკემბრის ბოდიში მონაცემებით $1.350 მილიონია გაცემული ამ გზით კომერციულ ბანკებზე და ამავდროულად ჩვენ ხედავთ, რომ კომერციულ ბანკებს არათუ ლიკვიდობის პრობლემა, არამედ ფულის აწაიღონის არიციან ლარში. ელემენტარული აგერ რეკლამებს ხედავთ, მესიჯები მოგდის ყოველ დღე წამყვანი ბანკებისგან, რომ თქვენ დაგიმტკიცდათ ამდენი ლარი, მოდით უპროცენტად გაიტანეთ 1000 ლარი და ასე შემდეგ. ანუ რეალურად კომერციულ ბანკებს ლიკვიდობის პრობლემა არ აქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ ვხედავთ, რომ იზრდება ამ რეფინანსირების სესხების გაცემა კომერციულ ბანკებზე. ეს მაინტერესებს ერთი მხრივ რამდენად გამართლებულია, მაშინ როდესაც ვხედავთ, რომ სინამდვილეში ამ ბანკებს არ აქვს ლიკვიდობის პრობლემა და მეორე მხრივ ლარიზაციის გაცხადებულ პროექტს რომ მივყვეთ თუ ჩვენ ვაცხადებთ რომ ლარიზაცია გსურს ეს რამდენად მიღწევადია და რა პერიოდშია ეს მიღწევადი თუნდაც იმიტომ რომ ერთი არის რომ საბანკო სესხები გადავათამაშოთ რაც დოლარში ქონდა სესხები გაცემული ლარში გადავათამაშოთ თუმცა ქვეყნის მასშტაბით დოლარზე მოთხოვნამით და დოლარის პოპულარობა ჩემი აზრით მაინც ვერ შემცირდება იმიტომ რომ შეიძლება ჩვენ დავუშვათ ავტოიმპორტიორებს დავუშვათ სულ ავტოიმპორტიორებს ან დეველოპერებს ვთხოვოთ რომ ლარში გადავათამაშოთ მათი თანხები მაგრამ ეს ხო გარკვეულად შეზღუდული წრეა იმ ესე ვთქვათ ბიზნესებისა რომელიც დოლარში ახდენენ აქამდე ვაჭრობად ელემენტარული ინდივიდუალური პირები რომ ახდენენ თავისი ბიზნეს დოლარში გაყიდვას აი მაგათ როგორ დავარწმუნებ რომ ლარში გაყიდონ ან მეორად მანქანებს რო ყიდიან იმათ როგორ დავარწმუნებთ ანუ ამით იმის თქმა მინდა რომ ლარიზაცია საკმაოდ რთული პროცესია და მხოლოდ 100,000 ლარამდე სესხების ლარში გადათამაშებით ან რაღაც გავსი პოლიტიკით ჩემი აზრით ანუ ეს იძულებითი მექანიზმია რომელიც ბაზარს არ წაადგება და ლარის გაუფასურებისკენ უფრო უბიძგებს მომავალს ვიდრე ლარიზაციისკენ და ზოგადად სტაბილურობისკენ. ანუ ერთი რეფინანსირების სესხზე და მეორე ლარიზაციაზე მქონდა ბატონ გიორგი შეკითხვა. კი ბატონო, ну რეფინანსირების სესხებს რაც შეეხება ჩვენი ძირითადი მონეტარული ინსტრუმენტია მოგეხსენებათ და ჩვენ ყოველთვის ვაწვდით ბანკებს რეფინანსირების სესხებს იმ ოდენობით რაც მათ ჭირდებათ. ანუ როგორც ეკონომისტმა თქვა ამ შემთხვევაში ჩვენი ფულის მიწოდება არის ჰორიზონტალური აბსოლუტურად ელასტიური და არა ვერტიკალური როგორც ვთქვათ მოდელებშია ხოლმე, ხო? ანუ ჩვენი იდეა რეფინანსირების სესხების არის ბანკებისთვის ლიკვიდობის მიწოდება და ანუ გამომდინარე იქიდან რომ ბანკებს სჭირდებათ ეს სესხი ჩვენ მათ უბრალოდ მივაწვით იმ რაოდენობითა და რაოდენობითა მათ სჭირდებათ. ეს არ არის დაკავშირებული რაიმე სხვასთან გარდა მონეტარული პოლიტიკისა და შესაბამისად ის რომ თქვენ ამბობთ რომ აი ეს SMS-ები მოდის და რაღაც სესხები და სესხებს თავაზობენ ეს არ ნიშნავს იმას რომ ბანკებს ჭარბი ლიკვიდობა აქვს ეს არის უბრალოდ ერთი მხარე. ამიტომ მე ვერ ვიტყოდი იმას რომ ბანკებს როგორც თქვენ თქვით არიციან ფულის აწაიღონ ჩვენ მივაწვდით იმდეს რამდენსაც ბანკები თვლიან საჭიროდ. მეორე რაც შეეხება ლარიზაციას მე გეთანხმებით დედოლარიზაცია არის ხანგრძლივი პროცესი ეს არ არის 1 და 2 წლის ამბავი ასე ვთქვათ იმ ქვეყნებში სადაც წარმატებულად განხორციელდა დედოლარიზაცია ამ პროცესმა დაახლოებით ბევრად მეტი გასტანა ანუ წლები და მნიშვნელოვანი მომენტი არის ის რომ ჩვენთვის ლარიზაცია არის მნიშვნელოვანი იმიტომ რომ ძალიან ბევრ ადამიანს და ჩვენ ყველა ვნახეთ ეს ბოლოდროინდელი მოვლენების შედეგად ძალიან ბევრ ადამიანს აქვს სავალუტო რისკი მათი შემოსავლები და მათი სესხები არის სხვადასხვა ვალუტაში. ძირითადი პრობლემა არის სწორედ ეს, ანუ არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ იქნება სრული დედოლარიზაცია, რომ დოლარი საერთოდ არ იქნება, როგორც თქვენ ახსენეთ, ადამიანები, ვინც საერთაშორისო ვაჭრობაზე არიან ორიენტირებული, იმათ ყოველთვის დაჭირდებათ გარკვეული
რაოდენობა უცხოური ვალუტისა შესაბამისად მოთხოვნა ყოველთვის იქნება, თუმცა როგორც არაერთი ქვეყნის წარმატებული პრაქტიკა გვაჩვენებს, საბოლოო ჯამში თუ დამოკიდებულება დოლარზე შემცირდა, ეს ამცირებს ქვეყნის რისკებს და ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობაა გრძელვადიანი და ეკონომიკური ზრდის. რაც შეეხება იმ ნაბიჯებს, რასაც ჩვენ ვდგავთ დედოლარიზაციასთან დაკავშირებით, ეს მათ შორის არის იმისათვის, რომ შემცირდეს ფიზიკური პირების სავალუტო რისკი. ეს არ არის რამდენადმე მკაცრი შეზღუდვები და შესაბამისად ჩვენ ვთვლით, რომ ეს შეზღუდვები ნელ-ნელა შედეგს გამოიღებს და ჩვენ გვექნება ბევრად უფრო ნაკლები დამოკიდებულება დოლარზე, რაც ახლა გვაქვს. ისედაც ეს მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს ჯერ ერთი წინაპირობა ეკონომიკური ზრდის, იმიტომ რომ რისკების შემცირება ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის იმისათვის, რომ ჩვენ განვითარდეთ. მეორეც ეს მნიშვნელოვანი არის იმისათვის, რომ უბრალოდ ხალხს აღარ ქონდეს ეს რისკი და მესამე კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ის რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ეს არის პრინციპში არაერთ გზის გამოყენებული სხვა ქვეყნებში, ეს არის ეს თქვენ best practice რაც ქვია და ამან შედეგი გამოიღო. ასე თუ შეიძლება დავაზუსტებთ, თუ მაქვს ამის საშუალება წამყვან. დიახ, შეგიძლიათ დავუსვათ კიდევ ერთი. ხო, ერთი ონლაინ სესხთან არა, SMS-ებთან უბრალოდ დავაზუსტებთ, რომ ჩემი გადმოსახედიდან ყოველ შემთხვევაში თუ ბანკი ნებისმიერ სურვილს უპროცენტო თავაზობს 1000 ლარს, ოღონდ მოდი და წაიღო, ესე იგი ჩემი გადმოსახედიდან მას ლიკვიდობის პრობლემა ნამდვილად არ აქვს, რაც შეეხება ლიკვიდობას და ლარიზაციას რაც შეეხება ადრე ხომ არ დავიწყეთ ცოტა ეს პროცესი, იმიტომ რომ იმ ქვეყნებში, სადაც ეროვნული ვალუტიზაცია, ესე რომ ვთქვა, დაიწყო დედოლარიზაცია, ანუ ისინი იყვნენ მწარმოებლები ქვეყნები ხშირ შემთხვევაში და შესაბამისად მარტო ეროვნული ვალუტის, ასე ვთქვათ, პოპულარიზება კი არ მოახდინეს, არამედ წარმოებლური რახან იყვნენ და ამაზე დააშენეს შემდგომ დედოლარიზაციის პოლიტიკა. ამან უზრუნველყო, რომ მათი, ესე ვთქვათ, ეკონომიკა გაჯანსაღებული იყო. ჩვენ შემთხვევაში, რაც არ უნდა ლარის, ესე ვთქვათ, პოპულარიზაცია მოახდინოს და დედოლარიზაცია, ანუ რეალურად ჩვენ მაინც მწარმოებელი ერი ჯერჯერობით არ ვართ, ვართ მომხმარებელი იმპორტიორი ერი. და რამდენად სწორია ამ დროს მხოლოდ ლარიზაციაზე ზრუნვა და არა ლარის გაცვლით კურსზე. მოდი მაინც დავაზუსტებ, წარმოებელ და მომხმარებელს შორის რა განსხვავება არის. თუ გულისხმობთ იმათ, რომ იმათ სავაჭრო ბალანსი დადებითი ქონდათ და ჩვენ უარყოფითი გვაქვს, ესე არ არის. ანუ იმ ქვეყნებში სავაჭრო ბალანსი იყო უარყოფითი. შესაბამისად არა, ბატონო გიორგი, მე გულისხმობ, რომ მათ ჰქონდათ ეროვნული წარმოება და აი დავშვა თურქეთმა რომ დედოლარიზაციას მიმართა, ის მწარმოებელი ერი იყო. საქართველოს პრინციპში ანუ და ძალიან იშვიათი დარგების გარდა წარმოება პრინციპში არ აქვს საქართველოში და რეალურად თუ ჩვენ არაფერს არ ვაწარმოებთ, ლარის პოლიტიკაც, ლარიზაციის პოლიტიკაც, აი რისი მომცემია რეალურად. თუ ისევ და ისევ დრო დაუბრუნდე რისკების პრობლემას, თუ კომპანიებს ექნებათ უფრო ნაკლები რისკი გამომდინარე იქიდან თუ რა ვალუტაში აქვს შემოსავალი და გასავალი, ეს კიდევ უფრო გაამარტივებს ეკონომიკურ ზრდას. ყოველ შემთხვევაში რისკები ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა არის, ხო? როდესაც ჩვენ გვაქვს სავალუტო რისკი, ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი მერყეობა მსოფლიო ბაზრებზე, როგორც არის ახლა, ნებისმიერი საგარეო შოკი დამატებითი რისკის ქვეშ აყენებს, მათ შორის წარმოებელსაც. ანუ ჩვენ ამით რისკს ვამცირებთ, რეალურად დედოლარიზაციის წარმატებული პროგრამა ამცირებს რისკს არა მარტო ფიზიკური პირების, არამედ ნებისმიერი იურიდიული პირისთვის, რომელსაც შემოსავალი აქვს ლარში, შესაბამისად ეს გაზრდის მათ პროდუქტიულობას. ძალიან დიდი მადლობა შეკითხვებისთვის ვახტანგ ჭარაიას. მორიგი მაყურებელი უნდა შემოგვიერთდეს. ახლა ოთარ ანგურიძე დასვამს მორიგ შეკითხვას. მოგესალმებით, ბატონო ოთარ. მოგესალმებით, ისმის ხო ჩემი ხმა? დიახ, გვესმის. ბატონო გიორგი, ნაწილობრივ მე ჩვენი წინამსმენელის აზრს, უახლოს აზრს გავაგრძელებ. არ ვიცი რამდენად გააქვთ თქვენ ინფორმაცია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაინც დავსვა ამ კითხვას. თქვენი აზრით, ძირითადად ეს რეფინანსირების ესხები რა საჭიროებისათვის ჭირდებათ ამ კომერციულ ბანკებს, როდესაც ითხოვენ სესხს ბანკებისგან. და აქვე გავაგრძელებ ამავე კითხვას, ეროვნული ბანკი რამდენად ახდენს საჭიროების შემოწმებას კომერციული ბანკების, ჭირდებათ თუ არა მათ რეალურად ეს რეფინანსირების ესხი და ხომ არ ჭირდებათ მაგალითად იგივე სპეკულაციებისთვის სავალუტო ბაზარზე, იმიტომ ძალიან ხშირადაა ეს მოსაზრება.
და მეორე შეკითხვა იქნება ჩემი, მაგალითად ხშირია შემთხვევები, ყოველწლიურად საერთაშორისო სავალუტო ფონდი გამოდის რეკომენდაციებით ეროვნული ბანკის მიმართ. ხშირად სრულდება ეს რეკომენდაციები, მაგრამ ხშირად ვერ ხდება ან იწელება ამ რეკომენდაციების შესრულება. ერთ-ერთი ასეთი რეკომენდაცია იყო დარეზერვების ნორმის გაზრდა უცხოურ ვალუტაში მოზიდული სესხების, რომელიც გაზარდა რამოდენიმე კვირის წინ ეროვნულ ბანკმა და ამას ყისიერად მეორე დღესვე ამან გამოიწვია ის, რომ დაიწყო ასევე ლარმაც გაუფასურება, იმიტომ რომ დოლარის უფრო დიდი რაოდენობით დაკავება მოხდა. ანუ რატომ ხდება ისე, რომ ხშირად ესეთი რეკომენდაციები ხდება ისეთ დროს გათვალისწინებული ეროვნულ ბანკში, როდესაც უფრო აყენებს ზიანს რაღაც მომენტში, სწრაფ ზიანს, ხოლო რაღაც რეკომენდაციები ჩვენ შეგვიძლია გავუყვეთ ამას, მაგალითად ხშირად ხდება გაწელვა რეკომენდაციების შესრულების. კარგი, დავიწყოთ იმით, რომ რეფინანსირების სესხები არის ერთკვირიანი, შესაბამისად რეფინანსირების სესხების გამოყენება სავალუტო ბაზარზე სპეკულირებისთვის, როგორც თქვენ თქვით, არარეალურია. ამიტომ მე არ ვიცი რა საჭიროებისთვის აქვთ ბანკებს რეფინანსირების სესხები, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, ჩვენ ვაწვდით ბანკებს საკმარის ლიკვიდურ აქტივებს და ეს არის იდეა რეფინანსირების სესხები. რეფინანსირების სესხებს გაუფასურებასთან არ აქვს კავშირი, ეს მცდარი მოსაზრება არის. მეორე კითხვა რაც შეეხება რეკომენდაციებს, კიდე ერთი მნიშვნელოვანი რაღაცა არის, რაღაცა რომ რაღაც მერე ხდება, არ ნიშნავს რომ ის პირველი მეორეს იწვევს. ოკეი, ანუ იგივე დარეზერვების ნორმას რაც შეეხება, თქვენ თქვით რომ მაგის გამო მოხდა გაუფასურება, ეს რა თქმა უნდა ესე არ არის. და ზოგადად კორელაცია არ ნიშნავს მიზეზ-შედეგობრივ კავშირს, პრინციპში ეკონომისტებმა უნდა ვიცოდეთ ეს. რაც შეეხება რეკომენდაციებს, ისე და ისევ რეკომენდაციების შესრულება ხდება გამომდინარე იქიდან თუ როგორი არის სიტუაცია ბაზარზე მათ შორის და რეკომენდაციების შესრულება არ შესრულება ასევე ვთქვათ სავალუტო ფონდთან შეთანხმების საფუძველზეც ხდება. ანუ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ იმას ვასრულებთ, რაც გვინდა და არ ვასრულებთ, რაც არ გვინდა. დავაზუსტებ შეიძლება. მაშინ ესე კითხავთ, თვითონ ზედამხედველობის სამსახური თუ ამოწმებს კომერციულ ბანკებს, რამდენად აქვთ ლიკვიდურობის პრობლემა? ვერ გეტყვით, ვერაფერს ვერ გეტყვით ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ამ კომპონენტში შემოწმებას არ ახდენს ზედამხედველობის სამსახური? მე არ ვიცი, მე არ მუშაობ ზედამხედველობის მხარეს, ამიტომ ვერაფერს ვერ გეტყვით ამასთან დაკავშირებით. კეთილი და მაშინ უბრალოდ კომენტარს გავაკეთებ, უბრალოდ მე არ მithქვამს, რომ ამ რეკომენდაციამ გამოიწვია ლარის გაუფასურება, თუმცა რაღაცა დოზით გამოიწვია ხელი. იქიდან გამომდინარე, რომ ამან ყისიერად წარმოქმნა უფრო მეტი დოლარის ამოღება ეკონომიკიდან ვიდრე დღეს რეალურად. დიდი მადლობა.